ეს რეცეპტი უბრალოდ ტორტი არ არის ჩვენთვის, არამედ არის მოგონება, ტრადიცია და ყველაზე გემრიელი და ტკბილი სურნელი სახლში. მოგესალმებით აპონეს სამყაროში. დღეს მოვამზადოთ ტორტი ნაპოლეონი. ტორტი, რომელიც ყველა დროს უძლებს. თუ გინდათ ნამდვილი ნაპოლეონის გემოიქცნოთ, მოვამზადეთ ეს რეცეპტი. ახლა კი დავიწყოთ მომზადება და როგორც უკვე გახსოვთ, წინა ვიდეოში მოვამზადეთ ცომი. მე იგივეს ახლა აღარ გავიმეორებ, არამედ დავიწყებ პირდაპირ კრემის მომზადებით. დღეს მოვამზადოთ მოხარშული კრემი. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ თქვენ რომ შესქელებული რძის და კარაქით მომზადოთ. ამ შემთხვევაში გვექნება უფრო მყარი კრემი და ძალიან სწრაფად არ დაალბობს ფირფიტებს. მაგრამ რა კი ახლა მინდა რომ ოჯახის რეცეპტი მოვამზადო ისე აბსოლუტურად შეუძლებელად, ამიტომ გამოვიყენებ მოხარშულ კრემს, როგორც უკვე იცით, მოხარშული კრემი ყველაზე მეტად უხდება ნაპოლეონის ტორტს. რეცეპტის მოსამზადებლად გვჭირდება 1 ლიტრი რძე, 300 გრამი შაქარი, ეს არის თქვენს დამოკიდებული, თქვენს გემოვნებაზე, 2 ძალი კვერცხი, თლიანი და 2 ძალი კვერცხის გული. და ასევე 250 ან 300 გრამი კარაქი. გვჭირდება ვანილი, ასევე 5 სავსე ან 6 არასავსე სუფრის კოლზი ფქვილი. მეგობრებო, ზოგადად მე მოხარშულ კრემში ვიყენებ ხოლმე სიმინდის სახამებელს, რადგანაც ის აძლევს აბსოლუტურად სხვა ძალიან ნაზ კონსისტენციას და ასევე არ ტოვებს გემოს. მაგრამ რა კი ორიგინალური რეცეპტი არის ფქვილი მითითებული, ახლა მოვამზადოთ ჩვენ ფქვილით. კიდევ რატომ არ მიყვარს ესეთ ფქვილის გამოყენება, განსაკუთრებით კვერცხთან ერთად, იმიტომ რომ ფქვილს ჭირდება მოშოშო, ხოლო კვერცხს კი არ ჭირდება დუღილი, იმიტომ რომ შესაძლებელია რომ შეიგრას. ნუ ყოველ შემთხვევისთვის თუ გაქვთ სიმინდის სახამებელი, ამ შემთხვევაში შეგიძლიათ რომ ნახევარი ფქვილი და ნახევარი სიმინდის სახამებელი გამოყენოთ, ამ მთლიანად ჩანაცვლოთ სიმინდის სახამებით. კრემის მოსამზადებლად კვერცხი და კვერცხის გული გავთქვიფოთ შაქართან ერთად. შაქრის რაოდენობა შეხედეთ აუცილებლად თქვენს გემოვნებაზე დაუმატეთ. 400 გრამსაც ჩვეულებრივად იტანს, იმიტომ რომ ფენები არ შეიცავს შაქარს. ეხლა ცოტა კარგად გავთქვიფოთ. რა კი ახლა ჩვენ ფქვილით ვაკეთებთ, დავუმატოთ 6 სუფრის კოლზი ფქვილი. ზოგადად ეს არის სტანდარტი 1 ლიტრ რძეზე. 1 2 მოვურიოთ კარგად და იმ შემთხვევაში თუ იქნება სქელი და რა თქმა უნდა სქელი იქნება, დავუმატოთ ცოტა რძე. რომ გავათხელოთ. ფქვილი კარგად უნდა გახსნათ რძეში, არ უნდა დარჩეს არცერთ შეკრული. მე ჩემთან უკვე კარგად გაიხსნა, უკვე მზად არის, ცოტას კიდე დავუმატებ, ცოტა შევათხელებ. დანარჩენ რძეს გადავიტან ქვაფში. და უნდა მივუყანოთ აუცილებლად ადუღებამდე. როდესაც დაიწყებს ადუღებას, შემდეგ დაუძიოთ ტემპერატურას და ჩაუშვათ უკვე ჩვენი წინასწარ მომზადებული მასა შიგნით. ჩვენი კრემი შეიცავს კვერცხს. ამიტომ კვერცხს არ უყვარს დუღილი, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში შეიგრება და გიქნებათ ერბო კვერცხი. ეხლა ხელის მუდმივი მოძრაობით, ხელი არ აიღოთ არც ერთ შემთხვევაში. უნდა მივუყანოთ ესე გასქელებამდე. გქონდეთ შედარებით დაბალ ტემპერატურაზე დაყენებული. რომ შესქელდეს. ფქვილი ძალიან მალე იწვის და ამიტომაც მუდმივად ურიეთ. მივიდა ადუღებამდე, ეხლა გამოვთოთ და დავუმატებ მე ვანილის პასტას. ეს არომატს მისცემს ძალიან ინტენსიურს და ასევე ესეთ შავ წერტილებს დაუტოვებს კრემის ძალიან ლამაზი ფენის შემდეგ. გადავიტანოთ ეხლა სხვა ჭურჭელში, რომ კარგად გაცივდეს და რაც უფრო ფართო იქნება ჭურჭელი, მით უკეთესია, უფრო სწრაფად გაცივდება. თავზე გადავაფაროთ, რომ ზედაპირი არ გაშრეს და რაღაც ის მაგარი ზედაპირი არ გაიკეთოს, ამიტომ აი თავიდან ბოლომდე შიგნითვე დაადეთ აუცილებლად, ნახეთ? ზედ დაადეთ. ეხლა უნდა გავაციოთ უმჯობესია ოთახის ტემპერატურაზე რამოდენიმე საათის განმავლობაში. კრემი მოვამზადეთ და გამოვაცხოთ ეხლა უკვე ჩვენი ფენოვანი ცომი.
ფენოვანი ცომის რეცეპტი დევს უკვე ჩემს სახზე, ჩვენ ეს მოვამზადეთ წინა ვიდეოში. როგორც უკვე გახსოვთ, მე მოვამზადე 1 პორცია, რომელიც გავყავით ჩვენთან 4 ნაწილად და მე ახლა ამ 4 ნაწილიდან გამოვაცხობ ფენებს. თავიდან ყველა არ გამოიღოთ მაცივი და დანარჩენი ფენები მოათავსეთ ისევ მაცივარში, იმიტომ რომ ამის გამოცხობას დრო უნდა და ამასობაში ჩვენი სხვა ფენები დარბლდება. მე ახლა მას ისე შევაბრძანებ მაცივარში და მივხედავ ხოთ ერთ ფენას. ავწონე დაახლოებით რამდენს იწონის ჩემთან ცომი. არის დაახლოებით 380 გრამი. დაგჭირდება გასაბრწყინებლად ქვილი. მეგობრებო, მე ახლა ვამზადებ ყველაზე დიდ ფორმაში, ანუ სტანდარტული ღუმელები რაც გვაქვს სახში. არის 60 სანტიმეტრის სიგანეში თვითონ ღუმელი, მაგრამ ფორმის ზომა არის დაახლოებით სიგანეში ესე 42-43 და სიგრძეში მგონი 34, ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ესეა და ეს არის ოჯახებისთვის ახლა რაც გვაქვს, ეს არის ყველაზე დიდი. თქვენ აუცილებლად შეხედეთ თქვენი ფორმის ზომას და თქვენი ღუმელის ზომა. შეიძლება თქვენ უფრო შედარებით პატარა ფორმა გქონდეს და ამისათვის ამდენი ცომი არ იყოს საჭირო. ამიტომ ორიენტირება გაკეთეთ თქვენი ღუმელის მიხედვით. გავაბტყელოთ ახლა ეს, გავაბტყელოთ ხლად. ამ რეცეპტის მიხედვით ასევე 3-ად იყოფა გუნდები და არა 4-ad, მაგრამ მე მინდა რომ მაღალი ნაპოლეონი მქონდეს. თქვენ შეგიძლიათ თავიდანვე სანამ ცომს მომზადოთ უკვე 3-ad გაყოთ. ეხლა გავაბტყელებ ჯერჯერობით და საერთოდ არაფერს არ ჩამოვაჭრი აქედან. ორიენტირებას გავაკეთებ მე აი ამ ჩემი დასადების მიხედვით, იმიტომ რომ უკვე მონიშნულია ყველაფერი. მეგობრებო, რაც არ უნდა გამოგრჩეს, ღუმელი უნდა გავაცხელოს წინასწარ. სანამ დავიწყებთ გაბტყელებას, ღუმელი უნდა იყოს უკვე გახურებული კარგად. კარგად უნდა იყოს ფენოვან ცომს ჭირდება კარგად გახურებული ღუმელი. შემდეგ გადმოვიტან ამ ჩემს დიდ ფორმაზე. მოვყრე სულ ცოტა ფქვილს. ეხლა გადავიტან ამას და იმ შემთხვევაში თუ კი გაბტყელებული ფენა უფრო დიდი იქნება გამოსაცხობ ფორმაზე, ეს არანაირი პრობლემა არ არის, იმიტომ რომ გამოცხობის პროცესში იკუმშება ჩვენი ცომი და იმხელა რამხელაც მოვათავსოთ ღუმელში აღარ გამოდის, არამედ გამოდის უფრო შედარებით პატარა. ასე რომ ეს არ არის პრობლემა, შეგიძლიათ შემდეგ მარტივად ჩამოაჭრათ. და თქვენ ხედავთ რომ ცომი არის ფორმაზე უფრო დიდი. ზუსტად ეს იყო ჩემი მიზანი, რომ ესე დიდი ყოფილიყო. ზედმეტი რაც იქნება, შემდეგ ჩამოვაჭრით. არის საკმაოდ სტაბილური, ასე რომ არც შეგეშინდეს მაგით. შემდეგ მეგობრებო, აბსოლუტურად ყველგან რომ მოხდეს, ისე დავჩხვლიტეთ ცომი. აბსოლუტურად ყველგან. ცომს თუ არ დაჩხვლეტავთ, გაიბერება გამოცხობის დროს, იქნება უბრალოდ ცარიელი მასა. და გამოვაცხოთ წინასწარ გახურებულ ღუმელში. წინასწარ 10-15 წუთით ადრე უნდა იყოს წინასწარ გახურებული, უფრო მეტი თუ იქნება, კიდევ თქვა უკეთესია. გამოვაცხოთ 220 გრადუსზე ფენოვან ცომს ჭირდება ყოველთვის მაღალი ტემპერატურა. 220 გრადუსზე ჩემთან ჭირდება დაახლოებით 14-15 წუთი, 10 წუთის შემდეგ თვალი გეჭიროთ, შეხედეთ რომ არ დაგეწვათ. ყველა ღუმელი არის ინდივიდუალური. რაც მთავარია, წინასწარ ფენების გაბტყელებას არ ვიწყებთ. არამედ, როდესაც გამოდგავთ გარეთ, შემდეგ დაიწყეთ მეორე ფენის გაბტყელება. მეგობრებო, დააკვირდეთ, ნახეთ, რამხელა გავაბტყელეთ ჩვენ და აქ მაინც როგორ დაიკლოს ზომაში, აქ საკმაოდ აკლია. ეხლა მოვამზადოთ უკვე მეორე ფენა, ერთი გამომცხვარია და გადავიდეთ მეორე ფენაზე. მეორე ცომიც გამოცხო მეგობრებო, როგორც უკვე ხედავთ ორივეს. მე გავამუქებ ცოტა, კიდევ ორს გამოვაცხობ ახლა. შემდეგ უნდა გავაციოთ ძალიან კარგად და მოვამზადოთ კრემი. მოგახსოვთ?
ხარშული კრემისთვის ფაფა უკვე გაცივდა, იყო რამოდენიმე საათი ოთახის ტემპერატურაზე, ასევე რამოდენიმე საათი იყო კარაქი ოთახის ტემპერატურაზე. კარაქის და მოხარშული კრემის ტემპერატურა უნდა იყოს ერთი და იგივე, თუ არ გინდათ რომ აგეჯრათ. და ესეთი კონსისტენცია აქვს ჩვენს მოხარშულ კრემს, ოთახის ტემპერატურის კარაქს. ჩემთან არის დაახლოებით 300 გრამი, თქვენ შეგიძლიათ კარაქის რაოდენობა შეამციროთ 200 გრამამდე, გააჩნიე როგორი კონსისტენციის გინდათ რომ გქონდეთ კრემი. მე ახლა ჩაუშვებ მიქსერში და უნდა ვთქვიფო იქამდე, სანამ არ მივიღებთ თეთრ მასას. თეთრ ფაფუკ მასას, რომელიც იქნება გაორმაგებული უკვე. ასევე შეგიძლიათ შემდეგ დავუმატოთ შესქელებული რძეც და შესქელებული რძის შემდეგ დავუმატოთ უკვე თქვენი ფაფა. ან პირდაპირ მომამზადოთ უკვე კარგად გათქვებულ კარაქს, კოვზობით, სათითაო კოვზობით დავუმატოთ მოხარშული ფაფა და გავაკეთოთ კრემი. კარაქი დაახლოებით 5-6 წუთის განმავლობაში ითქვიფებოდა და მინდა განახლოთ როგორი გამოვიდა, ნახეთ. აი ასე კარგად ფაფუკი მასა არის, აი ხრუბელივით არის ისეთი ფაფუკია და ასევე ისეთი თეთრიც არის. ეხლა დავუმატოთ კოვზობით, ნელა-ნელა. თან ჩავრთოთ მიქსერი. საშუალოზე დაბალ სიჩქარეზე, მაღალ სიჩქარეზე თავიდანვე არ შეურიოთ. როდესაც დავუმატებ ხარშულ ფაფას, თავიდან დავუკვირდით, რომ ხომ არ იჭრება. რამე ხო არ შეგეშალა. თუ კი არ იჭრება და ნორმალურად მიდის ყველაფერი, შემდეგ საშუალო სიჩქარეზე დააყენეთ და დაახლოებით 2-3 წუთი თქვიფეთ. კრემი უკვე მზად არის, მეგობრებო, გამოვიდა სასწაულად ფაფუკი, რბილი და არომატული კრემი. გამომცხარი ფირფიტები, მეგობრებო, უნდა გააციოთ ძალიან კარგად. აი ძალიან კარგად უნდა იყოს გაციებული. მე ახლა 2 საათი აივანზე მედო და ნახეთ უკანაც როგორ არის გამომცხარი, ნახეთ. უნდა იყოს წინ, უკან, ყველა მხრიდან უნდა იყოს თანაბრად გამომცხარი. აი ესეც არის უკანა მხარე, ნახეთ, ქვედა მხარე უფრო სწორად. ნახეთ ფერიც როგორი აქვს, ძალიან ღია ფერი არ დატოვოთ. მოკლედ ახლა დავკრემოთ. ეხლა ერთი რამ არის, ჩვენ რა კი 4 ფირფიტა გვაქვს აქ და მე მინდა რომ 4 ფირფიტა ავაწყო. ეხლა ჩამოვაჭრე გვერდებს იმისათვის, რომ ზემოდან მოვაყაროთ. იმ შემთხვევაში თქვენ თუ გინდათ რომ უფრო ფუმფულა ფენები გქონდეთ და უფრო დაბალი იყოს, ამ შემთხვევაში მხოლოდ 3 ფენა გააკეთეთ, მაგრამ ცომი გაყავით თავიდანვე სამნაწილად და არა ის რაოდენობა, რაც ახლა მე გავაკეთე. ანუ ესენი დაგჭირდება, თუ კი რბილი იქნება, მოათავსეთ კიდევ ხუმელში. მეგობრებო, ზოგი ცოტა რბილია და ამიტომ მინდა რომ ცოტა უფრო მეტად ხრაშონა იყოს ახლა ეს ჩემი ცომი. ყველა არა, ზოგი საკმაოდ მაგარია, ზოგი კი რბილია და იმას რომელიც არის რბილი, ახლა მოვათავსებ ისევ ხუმელში რამოდენიმე წუთი, ოდნავ რომ გამოგდება, უკვე კარგი იქნება შემდეგ. ეხლა მეგობრებო, კრემი გადავანაწილოთ კარგად. თუ კი არ გინდათ რომ გქონდეთ რბილი ნაპოლეონი, ძალიან ბევრ კრემს ნუ გამოიყენებთ ამ შემთხვევაში. ნუ ზომიერად, მაგრამ არც ისე რომ ეხლა მშრალი იყოს თავიდან ბოლომდე. ეხლა ცოტას გადავანაწილებ, იმიტომ რომ ყველგან არ მოხვდა კრემი. ვადებთ მეორე ფენასაც. მეორე ფენასაც ზუსტად ისევე და ოღონდ ისე გადაანაწილეთ კრემი, რომ დაგჭირთ ყველგან აბსოლუტურად. მესამე ფენად დავადოთ ზემოდან. მეოთხე ფენასაც ვადებ ზემოდან.
ეხლა ვფიქრობ ესე დავტოვო, თუ ვიმეტით რომ და მეხუთე ფენაც დავადო. არ ვიცი, მოკლედ, არ მინდა რომ გავაფუჭო, მაქვს ერთი ფენა, წინასწარ გამოვცხვარი, მაინტერესებდა როგორი იყო და იმისათვის რომ არ გაფუჭდეს, მოდით ახლა ზემოდან დავადოთ. თქვენ არ გამინაწყენდებით ალბათ, თქვენ უბრალოდ 4 ფენა მომზადეთ, ან თქვენ 5 ფენა მომზადეთ. თუ მეტ ცომი გამოგივათ, მოკლედ. ხა ზედმეტად მაღალი არ იქნება. ეხლა დავადოთ მეხუთე ფენაც, მოკლედ. რომელიღაცა საკონდიტროში ვნახე, რომელიც ძალიან გიყვარდა, ხშირად უკეთოთ ხოლმე ნაპოლეონს. იქაც ვნახე სხვათა შორის მეხუთე ფენა, მაგრამ ეს ეხლა დაგეგმილი არ ყოფილა ამის გამო. უბრალოდ მქონდა და რომ არ გავაფუჭოთ, ზემოდან დავადებ. ეხლა მეგობრებო, ზემოდანაც წაუსვათ კრემი, გვერდებშიც, შემდეგ მოვაყაროთ უკვე ნაფშვენები და გავაჩეროთ ცოტა ხნით ტორს სანამ მიირთმევთ, 2 საათით ადრე დაკრემით, რომ თუ გინდათ რომ გქონდეთ ხრაშუნა ნაპოლეონი. ნაპოლეონი იცით რომ როდესღაც მაინც რბილდება, ამის ჯადოსნური ჯოხი არ არსებობს. მხოლოდ ხრიკი ის რომ ძალიან ადრე მოდაკრემოთ. თლად შემოულესოთ გვერდები, იმისათვის რომ ნაფშვენები მოვაყაროთ და ფაქტობრივად დასრულებულია ჩვენი ტორტი. მე ძალიან სულდად ვხედავ. ჩამონაჭრები იყო ღუმელში გაჩერებული დაახლოებით 5-8 წუთის განმავლობაში, ეხლა დავშვნათ. კარგად გამოგდა კიდევაც, ნახეთ როგორი ხრაშუნა არის. და ეხლა ეს ჩვენი ნაფშვენები მოვაყაროთ ზემოდან, ეს ბავშვებს უფრო მოეწონებათ ჩემის აზრით. ისეთი საქმიანობა არის. ეხლა ზემოდან მოვაყაროთ შაქრის პუდრა, როგორც უკვე იცით, ფენოვანი ცომი არ იყო ტკბილი. ამიტომ თქმულების მიხედვით მოვაყაროთ შაქრის პუდრა. ტორტი ნაპოლეონი მზად არის, მეგობრებო, მე ახლა 2 საათის განმავლობაში გავაჩერ და შემდეგ დავჭრი. ახლა მაცივარში მოათავსე აუცილებლად, იმიტომ რომ აქ რძის კრემი გვაქვს გამოყენებული და ასევე კარაქი აქვს შიგნით. მეგობრებო, მოვიდა გასინჯვის დრო. და კი კარგად არ არის გამჭარი, ხა დანა ჩანგლით დავჭრი მე ამას. კიდევ ხრაშუნა. ეს რა სასწაულია. აი ეს ის გემოა. მაშინდელი ბავშვობის რო გვახსოვს. კიდევ ერთხელ უნდა ვჭამო. ეხლა მე რაც არ დაველაპარაკო აქ, აზრი არ აქვს, არის ნამდვილი ნაპოლეონი. მოკლედ, მომზადეთ აუცილებლად, გამიზიარეთ თქვენ შეხედულება, მოგეწონათ თუ არ მოგეწონათ, დარწმუნებული რომ მოგეწონებათ. ახლა კი მე დაგემშვიდობები და ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს მომავალ ვიდეოში. თუ მოგეწონათ, დალაიქე და გამოიწერა ხიმცაც რომ არ გამოტოვოთ ახალი ვიდეო რეცეპტები. დროებით.